მიხეილ სააკაშვილი დღეს გიგი უგულავასთან ერთად თბილისის შემოვლით რკინიგზის მშენებლობის ადგილზე იმყოფებოდა. პრეზიდენტის განცხადებით პროექტის გაჩერება დაუშვებელია, რადგან მისი სამუშაოების 80% უკვე დასრულებულია. მიხეილ სააკაშვილმა უწოდებს პრემიერ-მინისტრს გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებას და პირადად მივიდეს ტერიტორიაზე. ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ საქართველოს რკინიგზაში. არც წინა საუკუნეებში, არც საბჭოთა დროს თბილისში არ ყოფილა ამ მასშტაბის მშენებლობა, რომელსაც მერია გიგი და ჩვენ ყველანი ვაკეთებთ. რომელ ავანტყოფს მოვიდა თავში და მე ამ სხვა სიტყვა არ არის, მას მხოლოდ ავანტყოფობა, მხოლოდ უნდა გეზიზღებოდე შენი ქვეყანა, ბოღმაში და სიძულვეში იხჩობოდე, სხვა ამას არაფერი არ ქვია, რომელმა ბოღმიანმა ავანტყოფმა გააჩერა ეს ისტორიული მშენებლობა. რატო? ასობით მილიონი არის გადაყრილი, 1000-ობით ადამიანი, 10,000-ობით ადამიანი ამით საქმდება. მხოლოდ იმის გამო, რომ მომიყვანეთ ერთი რაციონალური არგუმენტი გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაშენებდით. მე მინდა მიმართო პრემიერ-მინისტრს, აზზე მოვიდეს. იმიტომ ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. აი ამის გაჩერება რა არის ეს? მართლა ჭორვილას საცალფეხო ბილიკი ხო არ გონია ეს? ეს არის თბილისის მომავალი და თბილისის ერთადერთი გადარჩენა. საქართველოს ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი. პრაქტიკულად საქართველოს უსპობენ მომავალს. ბათუმის გაჩერებული და განგრევის გზაზე მყოფი უნივერსიტეტი ტექნოლოგიური. ლაზიკას პორტი. და ეს პროექტი, რომელიც მასშტაბით აღემატება ყველაფერს იმას, ვინც კომუნისტებს აუშენებია, ჩვენ აგუშენებია და მეზობელ ქვეყნებში აუშენებია ვინმეს. და ესე ვიღაცამ ესე ჯის კაბინეტს არც უნახია ალბათ თვალით, არასოდეს არ გამოდის იქიდან. ესე ერთი ესე, მიშა აშენე და გიგი აშენე და გაჩერ. ვის გაუჩერეთ? საქართველოს გაუჩერეს, ხო? მე და გიგის ხარ გაგუჩერეს. თბილისს გაუჩერეს. უნდა გეზიზღებოდეს თბილისი მართლა რომ ეს გააკეთო. ეს არის იმ ადამიანის გაკეთება, ვისაც აქვს ზიზღი და სიძულვილი თბილისის და თბილისელების. და მე სრული პასუხისგებლობით ვამბობ, ქვეყნის მომავალი არ უნდა. ის 100 ჰექტარი ტერიტორია გამოთავისუფლებული, სადაც რეალურად თბილისის განვითარების რესურსია. მეორე ამის კომპონენტი არის, რომ რკინიგზის გარშემო მაცხოვრებელი ადამიანები მისთვის უბრალოდ გაუსაძლისია პრაქტიკულად რელსზე გძინავს. ამიტომ და ძირითადად ყველა სახლი ავარიულია. ამიტომ მათთვის ეს იყო სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტი. მესამე და მთავარი კომპონენტი არის ეს უსაფრთხოება. ყოველდღიურად დაახლოებით 10,000-ობით ტონა ნავთობპროდუქტი გადაიზრდება მთელი ქალაქის მასშტაბით. სამწუხაროდ 5 თვის წინ იყო შემთხვევა, როდესაც ლილოსთან დაღვრაც მოხდა. ანადაში ასობით ადამიანი ღმერთმა დაგვიფაროს და ქალაქში ეს მოხდეს, ანუ პრაქტიკულად ქალაქის ცენტრში იღებთ ეკოლოგიურ კატასტროფას. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გადატანა და სხვათაშორის ის ტყუილი, რომ თითქოს თბილისის ზღვასთან ახლოს არის, კადრების შესაბამის ჩანს, რომ აბსოლუტურად საპირისპირო დახრაა და არანაირად ახლოს არ არის თბილისის ზღვასთან, ესეც გათვალისწინებულია, რომ აბსოლუტურად უსაფრთხო ადგილებში გადის ეს რკინიგზა.